time I met her, I was in better shape. I should have learned from the first time, but here I am again. Oh my lover, where have you gone? All I want is your easy love. Oh my lover, where have you gone? How I mourn that day I lost your easy love, and I want your easy love, and I miss your easy love. ნელა ჩამე ბებო სად გეჩქარება? გახარებული ვარ ბებ. იცი, ინგლისურის მასწავლებელს ონლაინ ჟურნალში 10-იანი დაუწერია. რომელ მასწავლებელს სკოლისას? ხო, შენო ტექსტი მომეცადინე ის ჩავაბარე. ჩემო ჭკვიანო. ბებო ისე კარგად უნდა ისწავლო ინგლისური, რომ ინგლისელებს გაუკვირდეთ ჩვენზე კარგად იცისო. რაზე ჭორობთ გოგოებო? ბებოს ის ამბავი მითხარი ინგლისურში 10-იანი რომ მიიღე. ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ შენ. ხედავ რა კარგია ინგლისურზე რა დავიწყე ციარული? ხო, თან მომწონს. ხო გახსოვთ დღეს რომ აქვს. კიდე მახსოვს, გამოგივლის სკოლაში და იქიდან წაგიყვან. ეხლა მე უცბად რაღაცას გამომზადებ და გზაში აჭამე რა. არა დე არ გინდა. სადმე შევივლით და ვაჭმევ. ვიცი მე შენი სადმე. კუჭს გაუხრეთ ბავშვს ამბურგერებით. ბებო, უცბად გაგიმზადე რაღაცას და სკოლაში ხო წაიღე. არა დე იჯექი არ გინდა. არ ვაჭმევდე ბურგერს. რამე ჯანსაღს ვიპოვით. შენ ანალიზებზე არ მედიხარ დღეს? კი, როგორ არა, ცოტა ხანში გავა. მე შეეშვი მაკყავას, უზმო არ უნდა იყო. გამიჭირეთ საქმე ამ თქვენი ანალიზებით. გავალ ცოტა ხანში. ის არ მიდის. დედა მიდის ანალიზებზე და მე ვერ მიყვები. სამსახურში მივდივარ და ელენე მყავს სკოლაში წასაყვანი. მე ისთვის არ ვერ გავიგე ერთი რა. აიცა შენ ძალიან ხო არ აცდენ სამსახურს. მე მარტო ვერ წავალ. ჯერ ერთი ეს დღეები სამსახურში არ დავდივარ. იმიტომ რომ არ არის დამკვეთი ქალაქში და ნუ არაა საჭირო და. მე კიდე არ იცი რომ სიამოვნებით წავიყვან მე ჩემს საყვარელ სიდეედრს. რაღაც ამ ბოლო დროს განსაკუთრებით შეგიყვარდით, რომ რა ხდება? არა, მე ყოველთვის მიყვარდით ქალბატონო ეთერ, უბრალოდ ეს თქვენ ვერ ამჩნევდით. ეს მითაში საკა. მე გაერკვიეთ თქვენ გრძნობებში, მიდი შენ ჩაიცვით დროზე თორე და აგვიანდება. მეც გამოვყვები რამე. ხო, შენც გაყევი. და შენც ჩაიცვით, არა? სკოლაში აგვიანებ ქალბატონო. მიდი. დე, იცოდე, რამე თუ ეგრევე მირეკავ, ხო იცი? აი დე, ნუ ნერვიულობ რა. არ ნერვიულობ. მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. შენ ჩამოხვედი უკვე? ეგ არ მოგენატრე? კი, როგორ არა, უბრალოდ. როგორ ხარ? მოხდა რა? ეხლა ჩამოვედი კიკეთთან, ახლა შევალაგებდი და ცოტა ვერ ვარ. მე მეგონა დაისვენებდი დედაშენ. კი, დავისვენე. უბრალოდ ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. კარგი, არის თქვი რა მოხდა? ეთერის აქვს იმსულა. მარის ეთერის? კი. ძალიან ცუდ არის, მაგრამ ვამშვიდებ ვაწყმანებ, მაგრამ გიორგი, იცი როგორ შემაშინდა? ძალიან მინერვიულია, არ ვიცი რა. კარგი, დავშვიდე ვიზამთ რამეს. ხო და ზუსტად ეგ მინდოდა რომ მეთხოვე, შეგიძლია რომ გადარეკო უცხოეთში და გაიგო, იქნებ რამე სხვა ვარიანტი არსებობს. ან რამე მოვიფიქროთ, ხო იცი ეთერი ჩემ მეორე დასავით არის. მაგაზე მოდი არც ფიქრო რა. ახლა დღეს ვიდავრეკავ სადაც საჭიროა და ძიმე მდგომარეობაა. ნუ იმედი იყო ბოლომდე გადაწურული, უბრალოდ ეხა რაღაც ექსპერიმენტული მკურნალობა თუ რაღაცა ცდიან, მაგრამ არ ვიცი რა. კარგი, მოვიფიქრებთ რამეს რა. ნატოხა. და დედა შენი როგორ არის? კარგად, როგორ უნდა იყოს?
ცნობები აღარა აქვს. გადაუარა, მაგას მე მგონი მიზეზი უნდა და უბრალოდ რომ ეკავიყან. შენ თავყოფნა ვისარენდომია. მოდი მე ახლა გადავივლებ, თორემ მგზავრობის მერე ისეთი დაღლილი ვარ, რა. კაი, მიდი გადაივლა და. შენ კიდევ ვერ დაამთავრე ჭამა? სხვა რა საქმე მოგწო ჭამის გარდა. აუ, ისე მართალი ხარ. მაინც ვერ გავიგე რატო გავჩერდით. რატო გავჩერდით? სანამ ეს გამოძიება არ დამთავრდება. ხო არ ვიცით რა მოხდება რა და ეს მასალა ტყუილა რო არ დავხარჯოთ რა. რა არიცი? იქნები მათ მაიღეს და ჩვენ გვაბრალებენ. კაი, რა ზვიად, რა ნუ იგონებ ამ შეთქმულების თეორიებს რა. შეიძლება ო, ამირანი, მოდი. გამარჯობათ ბიჭებო. თუ დროს ხوار მოვედი? არა. მოკლედ პოლიციამ დამირეკა ლეპტოპის მოპარვასთან დაკავშირებით ბიჭებო რა. მოიცა. დავიყურეთ? რა? მეგონა იცოდით, მაგრამ ახანახა ვარ მოგიყვებით რა. რა უნდა გწოდნო და? პოლიციამ ესე თქვა, რომ IP მისამართით მიაგნო ლეპტოპს. და როდესაც დამნაშავეზე გავიდნენ, ხელოსანი აღმოჩნდა. მოკლედ ის ხელოსანი ჩვენთან სანტექნიკას აკეთებდა რა. წარმოგიდგენიათ, გასაღების ასლი გაუკეთებია. როდესაც თქვენი ბიჭები მარტო იყვნენ, აი სწორედ მაშინ შემოსულა და წაუღია რა. ბიჭებო, მე ძალიან უხერხულად ვარ თქვენთან რა. ნუ აი ბრალიც დაგდეთ, მოკლედ თქვენს უნდა გამიგოთ რა. მაშინ სხვა ეჭმიტანილი არ ყავდა და მოკლედ უნდა გამიგოთ რა. არა, ბოდიში არაა საჭირო, უბრალოდ ჩემ კომპანიას და ჩემ ბიჭებს ამითი კინაღამ თავი მოგვეჭრა რა. მართლები ხართ, ყველაფერი მესმის და ამისთვის მე მზათა ვარ, რომ დამატებითი კომპენსაციას გადავიხადო. კიდე მითხარით რა არის საჭირო, მოკლედ რომ დავასრულო რა ეს გაუგებრობა. არა, კომპენსაცია საჭირო არ არის. უბრალოდ თუ გვენდობით, მაშინ ბოლომდე გვენდეთ რა. ეხლა ჩვენი საქმის პროფესიონალები ვართ რა. ნამდვილად. კი, გეთანხმებით და მოდი ეს ყველაფერი დავივიწყოთ და ვიმეგობროთ რა. კი ბატონო. წავალ ხო? აბა თქვენ იცით. კარგად. კასპერ. თუ გინდა იტირე. დამანებე თავი, მიხედე საქმეს კაცო. თამთა, აი ეს არის შენი ამთვის გრაფიკი. ძალიან გთხოვ რა, ეს სამსახურია და როცა პაციენტი გელოდება, არ უნდა ალოდინო. დიახ, მართალი ხართ. აღარ განმეორდება. ოღონდ მართლა აღარ უნდა განმეორდეს. დიახ. მოდი შემერეშა. არა, მოდი მარია, მოდი. მაშინ მე გავა. როგორ შევთანხმდი? დიახ, კიდევ ერთხელ გიხდით ფოტოს. მოდი, მინდა გაჩვენო აპარატურა, რაც გამოვწერე. მოდი რა. ზუსტად ამ საკითხზე მინდოდა შენთან ლაპარაკი. რა ხდება? ვერ შევძლე პარტნიორობას. რა? უბრალოდ არ შემიძლია როცა. მარიამ, ალბათ ხვდები რომ ეს თამაში არ არის, ხო, რომ ერთ დღეს დათანხმდე და მეორე დღეს უარი მითხრა. თამაშად არც მე არ ვთვლი უბრალოდ. რა მოხდა? დედა ჩემს დაუდგინდა სიმსივნე. რა? დიდი ხანია? გუშინ წინ გავიდე. რომ საკმაოდ რთულ ფორმებში აქვს. არ ვიცი, დავითანხმე რაღაც ექსპერიმენტულ კურნალობაზე. ძალიან ძვირი ჭდება. ამიტომ ვერ შემოვალ ფილიალის წილში. რა დროს ფილიალი, ახლა პირველ რიგში თავარია რომ შენ უნდა იყო ძალიან კარგად რომ ამ ქალს დაუდგე გვერდში. მე ვცდილობ მართლა როგორღაც.
რაც შეეხება ჩვენ ფილიალს, როგორმე უნდა შევეცადო, ეხლა ვიქნებ შევაჩერო ეს გამოწერილი აპარატურა და ნუ არა უშავს, ბოლო აღდგები და ჯარიმას მე თვითონ გადავიხდი. არა, მე გადავიხდი მაგ ჯარიმას. აუცილებლად. არაფერს არ გადაიხდი, შენ მიხედავ ჯერაშენს. უბრალოდ მართლა ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო. ეხლა როგორაა? კარგად. ნუ ფიზიკურად ჯერ არაფერი ეტყობა. ან იმდენად არ იმჩნევდა, რომ მე ვერ ვატყობდი. აი, დღეს ჩააბარა ანალიზები და მართლა მაქვს იმედი, რომ ყველაფერი კარგად წავა. იცი ხო, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენ როგორ იქნები. შენ თუ იქნები მაგრად, დედაშენსაც დაეხმარები. ყველა მაგას მეუბნება. აი, მე როგორ მე იქნებ ვინმე მოვძებნო, ვინც შეისყიდის ამ აპარატურას, რომ იქნებ ჯარიმას მაინც ავწდეთ. რუსა, დიდი ბოდიში. რა ბოდიში, მარიამ? პირიქით, თუ რამე დაგჭირდეს, იცოდე რომ აქ ვარ. It's your easy love. Where have you gone? How I'm on that day I lost your easy love. აი ამდენი წლის ხალი ვარ, რაც მე ანალიზები მაქვს აღებული, ასეთი მწარეხელი ჯერ არ მინახავს დამაგლიჯა ვენები. არ ჩანდა და ეხა რა იმის ბრალია. აბა ამდენი ხანი როგორ მიღებდნენ ანალიზებს? სულად ახართ ხო? რაღაც და იმიტომ რომ უჭმელზე აიღე ცისხლი. ეთერი დაიტოვე გამარჯობა. უი, ნიკო, გამარჯობა, როგორ ხარ? კარგი თქვენ? არ ვიცოდი აქ თუ მოდიოდი დღეს. დედაჩემს არ გთქვამს. ყველაფერზე ნუნუს ხო არ დაურეკავ. ეს ჩემი სიცია კობა. მე მგონი შევხვედრილ ვარ. ნუნუს ბიჭია, ხო გახსოვს? კარგი, ჭირდებათ რამე? არა, ყველაფერს მოვჭი თუ გამარჯობა. თუ რამე დაგჭირდებათ აკვარ. ნახო. მადლობა. მადლობა. აი რამეს მოგიტანთ აპარატიდან და. არა მოიცადე ეს მიმართვის თანხა გადასახდელი და აი ამას გადავიხდი, ქვითარ შეულტან რა ფორმასაც ავიღებ, მაგრამ დაზღვევისთვის და აპარატიდან რამეს მოგიტანთ თორე, აქ როგორი წაგივიდეთ, მარიამი ხო მომკლავს. მარიამის შიში გაქვს ესე იგი. პროსი ყვარული რა. აი გადავ. აა გამომართე ბარათი. არ მინდა გადავიხდი. 23:04 მარიამის დაბადების დღე არ დაფიქრე. გადავიხდი და მოვალ. გამომართე ახლა ნერვებს ნუ ამიშლი რა, გამომართე. კარგი. ქალბატონის პირადობა რომ მომაწოდოთ. ბარათით გადაიხდით? არა, ქიშთ. თქვენც ინგლისურზე ხართ? კი, კატას დღეს პირველი გაკვეთილი აქვს. უი, მე მეგონა ელენის ქონდა გაკვეთილი. დედ, რა ხარ შეგვეშალა? არა, ჩვენ სულ 4-ზე გვაქვს ხოლმე გაკვეთილი. გამარჯობა. გამარჯობა. ჩვენ დრო ხომ არ შეგვეშალა? არა, მე დამავიწყდა გამეფრთხილებინეთ, როგორც აღმოჩნდა ელენეც და კატოც ორივე თითქმის ერთ დონეზე არიან. თან ერთი ასაკის. ვიფიქრე, რომ საუბრის ვარჯიშებისთვის ორივესთვის კარგი იქნებოდა გაკვეთილების ერთად ჩატარება. ნუ თუ რა თქმა უნდა თქვენ წინააღმდეგები არ იქნებით. ორის შემთხვევაშიც დრო, რა თქმა უნდა, გაიზრდება. არა, მე მგონი უკეთესიც იქნება. ჩვენც არ გვაქვს პრობლემა. უბრალოდ მე ამ დროს გამორბი ვარ ხოლმე სამსახურიდან და ცოტა დიდხანს გაჩერება ჩემთვის პრობლემაა. დაგეხმარებით. ჩვენ რა წამოვიყვანოთ ხოლმე? ელენე ხო? არა, ვერ შეგაწუხებთ თქვენ. მამამის თქვა ვიქნებ შეძლოს. არა, რა შეწუხება? ძღოლი გვაკითხავს ხოლმე მეც და კატოსაც და რა ვიცი, თქვენთვისაც უფრო კომფორტული იქნება და ბავშვისთვისაც ალბათ, არა? ეს ვარიანტი თუ გაწყობს მარიამ, ჯობია, რადგან არ მინდა რომ დროის ხარჯზე შევამციროთ სწავლის ხარისხი. ხო.